აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის მიხედვით საქართველოს აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის მესამე ადგილზეა. კვლევის მიხედვით პირველ ადგილს მოლდოვა, ხოლო მეორეს უკრაინა იკავებს. მეოთხე ადგილზე სომხეთი, მეხუთეზე აზერბაიჯანი, მეექვსე ადგილზე კი ბელარუსია. კვლევაში განხილულია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომის შედეგები და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიერ რეფორმების კუთხით მიღწეული პროგრესი. კვლევა ეფუძნება სამ ძირითადი მიმართულების შეფასებას. ესენია დემოკრატია, კარგი მმართველობა და კანონის უზენაესობა, პოლიტიკის ევროკავშირთან დაახლოება და მდგრადი განვითარება. კვლევას პოლიტიკოსების შეფასებები უკვე მოყვა. სალმე ქოქიაშვილი განავრცობს თემას ახლა ღია ეთერში. სალმე გისმენთ. აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის შესახებ გვხვდება სამოქალაქო საზოგადოების ფორუმზე. ეს არის ერთ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ ქოლგა ორგანიზაციას, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის კალათის ქვეყნებიდან არასამთავრობო ორგანიზაციებს და ექსპერტებს აერთიანებს. რა თქმა უნდა, ამ კვლევაში შეფასებული არის აღმოსავლეთ პარტნიორობის კალათის 6-ვე ქვეყანა, მათ შორის საქართველო არის მესამე ადგილზე, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყნიდან 3 უკვე კანდიდატის სტატუსის მფლობელია, კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველო, სამ კანდიდატ ქვეყანას შორის საქართველო არის აქ მესამე ადგილზე, პირველზე მოლდოვა, ხოლო მეორეზე უკრაინა. ამ მხრივ ამ კვლევასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, არსებობს შეკითხვები განსაკუთრებით მმართველ გუნდში, თუ გავითვალისწინებთ მაგალითად იმას, რომ ინდექსები და საკითხები, რომლის მიხედვითაც კვლევა საქართველოს პროგრესს აფასებს, ეფუძნება ისეთ სხვადასხვა მიმართულებებს, რომლებზეც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები ცალკე აქვეყნებენ ხოლმე კვლევებს. რა თქმა უნდა, ამ კვლევებსა და რეიტინგებში საქართველოს პოზიციებზე შესაძლოა ვიდაოთ წინსვლაზე ან უკუსვლაზე, თუმცა ბოლო მონაცემებით საერთაშორისო კვლევებში საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანაზე ძირითად რეიტინგებში არის წინ. შესაბამისად, მმართველ გუნდში ჩნდება შეკითხვა, როგორ ხდება ისე, რომ მაგალითად, როდესაც კვლევას საერთაშორისო ექსპერტები და ორგანიზაციები აქვეყნებენ, იქ საქართველოს სხვა მონაცემები აქვს, ხოლო როდესაც ქართველი ექსპერტები მუშაობენ და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოს მონაცემებზე, ამ შემთხვევაში საქართველო ჩამორჩება მოლდოვას და უკრაინას. ამ კვლევის ვებგვერდზე ხედავთ, რომ თავად კვლევა ეფუძნება 9 ქართველი ექსპერტის მოსაზრებას, მათგან ზოგიერთის გვარი ჩვენთვისაც და საზოგადოებისთვისაც არის ცნობილი, თუმცა ნაწილის გვარი მედია წრეებშიც ნაკლებად არის ცნობილი. შესაბამისად, ჩვენ რა თქმა უნდა ვცადეთ დავკავშირებოდით რამოდენიმე მათგანს, თუმცა უნდა ითქვას, რომ დიდმა ნაწილმა სატელეფონო ზარებს არ უპასუხა, რათა დაგვესვა შეკითხვები თუ რას ეფუძნებოდნენ ისინი ამ კვლევების დროს და რა მონაცემებს ამუშავებდნენ. რაც შეეხება პოლიტიკურ მოსაზრებებს, რა თქმა უნდა, პოლიტიკური შეფასებები ამ კვლევას უკვე მოხდა. მმართველი პარტია ამ შემთხვევაში კვლევის შინაარსს, რა თქმა უნდა, არ ეთანხმება, როგორც უკვე გითხარით, ოპოზიცია ტრადიციულად, რა თქმა უნდა, ეთანხმება ამ კვლევებს, თუმცა აქაც შეგვიძლია გამოვარჩიოთ რამოდენიმე საინტერესო პოზიცია, მაგალითად, როგორიც არის გიორგი ვაშაძის პოზიცია, რომელიც მაგალითისთვის კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ამბობდა, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლების პირობებში არ ქონდა კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივა. ის ახლა ამბობს, რომ საქართველოს ამ მმართველობის პირობებში არ აქვს ამ მონაცემების გაუმჯობესების საშუალება მონაცემებისა, რომლებიც აღწერს ისეთ საკითხებს, რომელთა ნაწილში პროგრესით საჭირო არის წლის ბოლოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნისთვის. და საზოგადოებას ვთქვა, რომ ქართულ ოცნებასთან ერთად ამ ქვეყანას არ ეშვება, იმიტომ რომ ისინი აცდენილი არიან რეალობას, ხალხის საჭიროებებს აცდენილი არიან. ფაქტია, რომ რეფორმების ჩემპიონიდან ფაქტობრივად ჩვენ გავხდით მაჩანჩალა ქვეყანა ქართული ოცნების პირობებში. დემოკრატიული ძალები საქართველოში გამარჯვების შემდგომ 26 ოქტომბერს 15 დეკემბერს ჩვენ გვექნება გადაწყვეტილება ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან და დავიწყებთ მოლაპარაკებებს ევროკავშირში გაწევრიანებას. ეს არის გზა, სხვა გზა არ არსებობს. ეს არ არის პირველი ანგარიში, სადაც სამწუხაროდ ჩვენი პარტნიორები საუბრობენ ბოლო 3 წლის განმავლობაში ქვეყნის რეგრესზე. ოცნების არასწორმა პოლიტიკამ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში დაგვაკარგინა ლიდერის სტატუსი არა მხოლოდ ასოცირებული ტრიოს ქვეყნების ფარგლებში, არამედ რეგიონში. ვიმეორებ, ჩვენ ვამაყობდით ჩვენი ლიდერის სტატუსით და დღეს ეს სტატუსი დაკარგული გვაქვს. ორგანიზაციები, რომელიც თავის ქვეყანას, რომელშიც ისინი ცხოვრობენ, რომელ ქვეყანას ისინი უნდა წარმოადგენდნენ, რომელი ქვეყნის მოქალაქეებიც არიან და რომელზეც გული უნდა შესტკიოდეთ. ეს ადამიანები უფრო ნაკლებ ქულას უწევდნენ ჩვენი ქვეყნის პროგრესს 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებაში, ვიდრე თავად ევროკავშირის ქვეყანა და სტრუქტურები. ხა აქედან დასკვნა ხო მარტივია, რომ ეს ხალხი პოზიტიურს არაფერს არ გაუგზავნიდა ანგარიშების სახით
იმ კონკრეტულ ორგანიზაციებს, ვისაც შემდგომ მოუწევდათ შესაბამისი შეფასების დაწერა. და რა თქმა უნდა ეს ასეა, სამწუხაროა ეს. სამწუხაროა, მე ნამდვილად არ მახარებს, მიუხედავად იმისა, რომ ხელის გულზედებს ეს ორგანიზაციები ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, როგორ ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო კამპანიაში არიან ჩართულები, რაც არ უნდა ეს ხელის გულზე იდოს, ეს ჩემთვის არ არის სასიხარულო. რა თქმა უნდა, ეს გულდასაწყვეტია, როგორ შეიძლება რომ შენი ქვეყნის საწინააღმდეგო კამპანიის ნაწილი იყოს. კვლევა აღმოსავლეთ პარტნიორობის 6-ვე ქვეყანას აფასებს, 6-ვე ქვეყანასთან დაკავშირებით შეფასება ეფუძნება თითოეულ ქვეყანაში მოქმედ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებსა თუ ამ ორგანიზაციების ექსპერტებს. შეგახსენებთ, რომ 6 ქვეყნიდან 3 მათგანი, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა უკვე ფლობენ კანდიდატის სტატუსს. გმადლობთ, სალომე ქოქიშვილი საუბრობდა ღია ეთერში.